უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი მოხარშული კრემი. დაგვჭირდება 5 კვერცხის გული და 1/9 ჩაისჭიქა შაქარი. შაქარი და კვერცხის გული უნდა შევურიოთ ერთმანეთს, სანამ არ მივიღებთ ასეთ სქელ მასას. შემდეგ დავიწყებთ ნელ-ნელა გათხელებას წინასწარ შემთბარი რძით. სულ დაგვჭირდება 1 ლიტრი რძე, მაგრამ საჭიროა ნელ-ნელა ავიღოთ პატარა ჭიქით და შევურიოთ ისე, რომ ჩვენი კვერცხიანი მასა იყოს მარტივი მოსარევი. შაქარი როცა მეტნაკლებად გაიხსნება, შევურებთ 1 ჩაისჭიქა ფქვილს და 1/2 ჩაისჭიქა სახამებელს. კარგად რომ შევურევთ, ჩვენი მასა ისევ გასქელდება და იგივენაირად რძის ნელ-ნელა დამატებით ისე უნდა გავათხელოთ. გამოიყენეთ იმდენი რძე, რამდენიც დაგჭირდებათ ასეთი თხელი მასის მისაღებად და ნუ შეშინდებით თუ ძალიან ერთგვაროვანი მასა არ მიიღეთ, რადგან ეს შემდეგ უნდა გავატაროთ საცერში და ისე ჩავამატოთ დარჩენილ რძეში. ჩავუმატოთ ვანილი და ჩვენი კრემის ბაზა დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ არ შესქელდება და არ მივიღებთ ასეთ სქელ კრემს. კრემი ახლა უნდა გადავიტანოთ ჯამში და დავაფაროთ საკვები პარკი ისე, რომ ზედაპირი სულ დავფაროთ. შევინახოთ მაცივარში სრულ გაგრილებამდე. ბოლოს უნდა ავთქვიფოთ 150 გრამი კარაქი და ოდნავ რომ შეთეთრდება, დავიწყოთ ნელ-ნელა კრემის მასის ჩამატება. სულ რომ შევურავთ, გამოგივათ